თუ ხარ ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის სტუდენტი, 1 ოქტომბრიდან 15 ნოემბრამდე მიიღე მონაწილეობა კომუნიკაციების კომისიის კონკურსში. გახდი მედია წიგნიერების მკვლევარი და შეიტანე შენი წვლილი დეზინფორმაციასთან და სიძულვილის ენასთან ბრძოლაში. შეარჩიე 3 თემიდან ერთ-ერთი: მედია და ხელოვნური ინტელექტი, გამოწვევები და შესაძლებლობები, ყალბი ინფორმაცია, დეზინფორმაცია, მისინფორმაცია, სიძულვილის ენა და ონლაინ დისკრიმინაცია, მედია წიგნიერების როლი. მოამზადე ანალიტიკური ნაშრომი შერჩეულ თემაზე და მიიღე პრიზები, რომელიც შენთვის ახალი შესაძლებლობების კარს გააღებს. პროფესიული ზრდის და კვლევითი უნარჩვევების გაუმჯობესების გარდა, მიიღე ფულადი ჯილდო. პირველი ადგილი 5000 ლარი, მეორე ადგილი 3000 ლარი, მესამე ადგილი 1500 ლარი. გამარჯვებული ნაშრომები საერთაშორისო პლატფორმაზე გამოქვეყნდება. საუკეთესო ნაშრომის ავტორები უახლესი პროფესიული ლიტერატურით დაჯილდოვდებიან. კონკურსში ჩართულობა გაზრდის შენ შანსს მიიღო როგორც სახელმწიფო, ისე საუნივერსიტეტო სტიპენდია. გამოიყენე შენი სტუდენტური ხედვა და გახდი მედია წიგნიერების მკვლევარი. კონკურსში მონაწილეობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიე კომუნიკაციების კომისიის ვებგვერდს com.com.g, ასევე კომისიისა და მედია წიგნიერების სოციალურ პლატფორმებს.